ამავე ხელშეკრულების პირობებით გაწერილი უნდა იყოს ბინის სხვა ისეთი მახასიათებლები, სართული, მდებარეობა, მდგომარეობა, რომლითაც შეძლებთ იდენტიფიცირებას თუ რომელ ბინაზეა საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ინდივიდუალური საკადასტრო კოდი არ არის მინიჭებული, რადგან ჯერ განშლა არ არის გაკეთებული. თუ მხარეები უკვე შეთანხმებულნი არიან ნასყიდობის ძირითად ფასზე, ეს ფასი და ეს პირობა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებაშიც უნდა იყოს გათვალისწინებული. ავანსი ან ბ. ხელშეკრულებაში ასევე უნდა იყოს კაფეოდ გათვალისწინებული, თუ მხარეები რა თქმა უნდა ამაზე შეთანხმდებიან, ითვალისწინებს თუ არა ხელშეკრულება ავანს ან ბ-ს. ან სხვა შემთხვევაში რა დანიშნულებით მიემართება მყიდველის მიერ გადახდილი თანხები. ასევე უმნიშვნელოვანესი გარემოება არის ის, თუ რას ითვალისწინებს ხელშეკრულება იმ შემთხვევისთვის, როდესაც ხელშეკრულების რომელიმე მხარე დაარღვევს თავის მიერ ნაკის ვალდებულებებს. ძირითადად პრაქტიკაში შენებარე ობიექტში ბინის შეძენისას, როგორც წესი, ვალდებულებები მყიდველის მხარეს არის, ხოლო პრივილეგიები გამყიდველის მხარეს. ასევე უნდა განისაზღვროს ის, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მომავალში ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე უარს განაცხადებს ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაზე და მის რეგისტრაციაზე.